მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნუკრი შუშიაშვილი გახლავართ. ვიწყებთ ახალ სეზონს და იმედია თქვენთვის საინტერესო იქნება, შემოგთავაზებთ ახალ თემებს, რომელიც შეეხება ინტელექტუალურ ისტორიას, ზოგადად ისტორიაზე გავაკეთებთ ამ სეზონში ძირითად აქცენტს, როგორც არქეოლოგიაზე, ისე საქართველოს უახლეს ისტორიაზე, რა თქმა უნდა, პოლიტიკასაც ბუნებრივია შევეხებით. პირველი რითიც მინდა დავიწყო ის არის რომ მადლობა გადაგიხადოთ ხარდაჭერისთვის, გზნობ ამას და მინდა რომ გავამართლოთ თქვენი იმედები, რა თქმა უნდა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ საკითხზე, როგორიც არის ზოგადად აი პოლიტიკური დღის წესრიგის ცვლილება და აღმოჩნდი თუ არა მართალი იმ ჩემ რაღაცა ანალიზში რა ანალიზი ჰქონდა თუნდაც 1 წლის წინ, როდესაც ეს პროექტი დავიწყე, თუნდაც რამდენიმე წლის წინ, როდესაც პირველად ტელევიზიაში გამოჩნდი და მაშინ დავიწყე საუბარი ლიბერალიზმის კრიზისი. ესე იგი, რა არის ლიბერალიზმის კრიზისი, ხო? ყველა საუბრობს უკვე და დღეს უკვე ეს საკითხი რაღაცნაირად ისეთი რამეთი გზა დისკურსის რაღაც ნაწილად ეგზა. აბსოლუტურად ყველა ადამიანი საუბრობს, რომ აი ლიბერალიზმი კრიზისშია, ლიბერალიზმი დამარცხებული იდეოლოგია, ლიბერალიზმი რაღაცა ცუდია, ჩვენ არ გვინდა ლიბერალიზმი და ასე შემდეგ. და მოდი დავიწყოთ ზოგადად პოლიტიკური იდეოლოგიების და პოლიტიკური სისტემის ანალიზი. მართლა ესეთი ცუდია ლიბერალიზმი, როგორც დღეს ამბობენ, თუ რაღაცა ისტორიული პროცესი გაიარა, თავის რაღაც განვითარების ისტორიული პროცესი გაიარა. პირველ რიგში უნდა თქვა, რომ მე არასდროს არ ყოფილი ვარ ლიბერალი, ყოველთვის საჯარო სივრცეში ანტილიბერალური პოზიციებით გამოდიოდი, მაგრამ მე როგორც ადამიანი, რომელიც უყურებს ისტორიულ პროცესებს, რომელიც აკვირდება ამ ისტორიულ პროცესებს და თვლის, რომ ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვანაირად მოქმედებს ესა თუ ის სისტემა და თუ ესა თუ ის იდეა და ასევე რა თქმა უნდა ესა თუ ის სუბიექტი, ანუ ადამიანი, ვთვლი რომ ლიბერალებს ჰქონდათ თავის დროზე საკმაოდ ძლიერი, მოდი ესე ვთქვათ, პროგრესული ძალა და ეს ძლიერი პროგრესული ძალა მას ჰქონდა გარკვეულწილად რაღაცა პერიოდში და ეს პერიოდი მას უნდა ვაღიაროთ და უნდა ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა ის რომ რაღაცა პოლიტიკური სისტემა შეიძლება იყოს პროგრესული რაღაც ეტაპზე, არნიშნავს რომ ყოველთვის ის პროგრესულად დარჩება. მაგალითად, აი ავიღოთ ფეოდალიზმი, ხო? ფეოდალიზმი რო შევადაროთ მონათმფლობელობას, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ვიღაც სად მონა და სად ყბა. ყბას აქვს უფლება, ვიზაც უნდა იმაზე იქორწინოს, აქვს უფლება, თავის ავტონომიური ცხოვრების უფლება აქვს, არა გასაგნებული ესე ვთქვათ, მაგრამ ვთქვათ ფეოდალიზმი იყო პროგრესული პირობითად მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 საუკუნეებში, მაგრამ უკვე აი მე-16 საუკუნიდან ის რეგრესული გახდა. და იმიტომ რომ უკვე გაჩნდა ახალი სუბიექტი, ახალი პოლიტიკური აზრი, ახალი დიალექტიკა გაჩნდა და ამ დიალექტიკაში ეს ფეოდალიზმმაც ამოწურა საკუთარი რაღაცა რესურსი. და უკვე განსაკუთრებით მე-18-19 საუკუნეში ფეოდალიზმი აჩვენებდა უკვე საკუთარ უარყოფით თვისებებსაც. და აი ამ პერიოდში, როდესაც ფეოდალიზმი აჩვენებდა საკუთარ უარყოფით თვისებებსაც, ანუ ფეოდალიზმის რეგრესიის პერიოდში, როდესაც შეიქმნა ლიბერალიზმი, რა თქმა უნდა, ლიბერალიზმი იმ პერიოდისთვის იყო პროგრესი და იყო მართლა წინ გადადგმული ნაბიჯი. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვაკრიტიკოთ ლიბერალიზმი, სხვა მიმართულებით, რომ ის გარკვეულწილად რასისტული იყო, გარკვეულწილად კოლონიალისტური იყო, მაგრამ იმ სისტემასთან შედარებით რაც იყო მის წინ, ის იყო პროგრესული. და მან შეთავაზა კაცობრიობას რაღაც ის ახალი, რამაც კაცობრიობა საგრძნობლად განავითარა. განავითარა ტექნოლოგიურად, განავითარა აზროვნების სისტემით, განავითარა მეცნიერული თვალსაზრისით და განავითარა ყველა მიმართულებით. მაგრამ დგება რაღაცა ჟამი, რაღაცა პერიოდი, როდესაც ეს პროგრესული ძალა, რომელიც მოვიდა რაღაცა პროგრესული ძალით, ანუ ფეოდალიზმის კონტექსტში ის პროგრესული იყო, დღეს ის რეგრესული გახდა და ეს რეგრესულობა თვალში საცემია. იმიტომ რომ ჩნდება ახალი ისტორიული ფაზა, სადაც დღეს უკვე აღარ შეიძლება საუბარი, მაგალითად აი ლიბერალებს უყვართ ხოლმე ილია ჭავჭავაძის ლიბერალობაზე, ხო? იმიტომ რომ ილია ჭავჭავაძე რა კონტექსტში ცხოვრობდა, ეს იყო აი ლილია ჭავჭავაძის ახალგაზრდობაში მოხდა სწორედ ბატონყმობის გაუქმება
და რა თქმა უნდა იქ ბატონყმობის გაუქმების რეფორმაც კი მაშინ მოიხსენება როგორც ლიბერალური რეფორმა და რა თქმა უნდა ეს რეფორმა იყო ლიბერალური გარკვეულწილად ხო ბატონყმობის გაუქმება და რა თქმა უნდა პროგრესული იყო მაგას არავინ არ უარყოფს მაგრამ როდესაც ესე იგი დაგროვდა რაღაცა გადაილახა რაღაცა რეგრესული ელემენტი ფეოდალური რეგრესული ელემენტი შემდეგ თვითონ ფეოდალური პოსტფეოდალურ პერიოდში ჩდება უკვე ამ ლიბერალიზმის გარკვეულწილად უარყოფითი ფორმების წინ წამოწევა. და ეხლა რა არის ამ უარყოფითი ფორმების წინ წამოწევა? ამაზე ვისაუბროთ. უარყოფითი ფორმები ლიბერალიზმს პირველ რიგში ქონდა ის, რომ ის ერთი ხელით დეკლარირებს გარკვეულწილად კეთილდღეობას და თავისუფლებას ყველასთვის, მაგრამ მეორე მხრივ გეოპოლიტიკურ და საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით მას კარგად ესმის, რომ სამყაროს არ ეყოფა რესურსი, რომ ის სტანდარტი და ის რეალიზების საშუალება ჰქონდეს კაცობრიობას, რაც მაგალითად კონცენტრირებულია დასავლეთში. შეუძლებელია კაცობრიობამ ესეთ პოლიტიკური სისტემით და ესეთ ეკონომიკური სისტემით იცხოვროს ყველგან კარგად. შეუძლებელია. ეს შეიძლება იყოს ხოლოდ ცენტრში და არა პერიფერიაში. ანუ კეთილდღეობა და თავისუფლება, რაც მათ ესე გარკვეულწილად მოიპოვეს, რეალიზებული იყო არა პერიფერიაში, არამედ ცენტრში. ეხლა თქვენ ეტყვით, რომ აი პერიფერიაში არ არის ლიბერალური სისტემა და რატომ ადარებს შენ ამას? არა, პერიფერია და ცენტრი ეს არის ერთი გლობალური სისტემის ნაწილი. და იქ იმიტომაც ქვია იმას პერიფერია, კოლონიალური სისტემა, ნეოკოლონიალური სისტემა, რომ ეს ლიბერალური სისტემა ვერ იარსებებს პერიფერიის გარეშე. ვერ იარსებებს იმ კეთილდღეობის გარეშე, რაც აი ამ პერიფერიიდან წამოღებული რესურსებით ხმარდება ცენტრს. ვერ იარსებებს ამის გარეშე. ან თავისი არსით ლიბერალიზმი ყოველთვის იყო დაკავშირებული გარკვეულწილად იმპერიალიზმთან და იმპერიალისტურ საფეხურებთან გარკვეულწილად. თავიდან იყო უშუალოდ კოლონიალური სისტემა და დღეს არის უკვე ნეოკოლონიალური სისტემა, ხო? და ჩვენ ყველა ხვდებოდით, რომ როდესაც საუბარი იყო მაგალითად დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, ხო? და გავიხსენოთ, აი 2000-იანი წლები გავიხსენოთ. სწორედ ამ იდეებით შეიჭრა შეერთებული შტატები ერაყში, ამ იდეებით შეიჭრა შეერთებული შტატები ავღანეთში, რომ იქ თავისუფლება უნდა შეეტანეს, დემოკრატია უნდა შეიტანეს. შეიტანეს დემოკრატია, შეიტანეს ადამიანის უფლებები. რა თქმა უნდა არ შეუტანიათ. რა თქმა უნდა შეუძლებელია ესეთი შეტანა და ძალიან კარგად გვესმოდა ყველას, რომ აქ რაღაცა დეკლარირებული და რეალური მიზნები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. რომ ლიბერალიზმი ერთი მხრივ დეკლარირებს კვლავ იმეორებ აი ამ თავისუფლებას და ადამიანის უფლებას, მაგრამ მისი რეალიზაციის არანაირი საშუალება არ აქვს, იმიტომ რომ ესეთი ეკონომიკური სისტემაა. მას ჭირდება პერიფერია, მას საერთოდ ჭირდება პერიფერია, იმისთვის რომ მისმა ცენტრმა იარსებოს. აქედან გამომდინარე, ჩდება ახალი დიალექტიკა და ამ ახალ დიალექტიკაში დღეს ჩვენ ესე იგი ვიმყოფებით, როდესაც პერიფერიები, რომლებიც ამ შეიძლება ითქვას ფორმალურ უფლებებს ფლობენ, რაც ლიბერალიზმმა მიცა, რეალურად ისინი ვერ ახორციელებენ ამას და იმისთვის რომ განახორციელონ საკუთარი რაღაც უფლებები, იძულებული არიან ემიგრაციაში წავიდნენ, ხშირ შემთხვევაში და იქაც გარკვეულწილად მეორე ხარისხოვანი მოქალაქეები იყვნენ, ესე ვთქვათ, აი მოვლენები, სხვა ისეთი დაბალ ანაზღაურებად სამსახურებში იმუშაონ, იმისთვის რომ ის რაღაცა კეთილდღეობა, რასაც იძლევა ლიბერალიზმი, რაღაცა ნაწილი მან შეხვდეთ მათ. და მთელი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ თვითონ აი ეს სისტემა, რომ შენ მიდიხარ, იძულებული ხარ, რომ წახვიდე ემიგრაციაში, რომ შენ აქ ადგილზე ვერ ქმნი ვერაფერს და ვერ რეალიზდები, ესაც იმ ლიბერალური სისტემის ნაწილია რა სისტემაც აი ამ აწლეულების განმავლობაში შეიქმნა. აქედან გამომდინარე, დღევანდელი მთავარი ესეთი მომენტი არის ის, რომ და ეს მომენტი ყოველთვის იმპერიების დაცემის დროს ხდება, არის ის, რომ ის რაც თავის დროზე იყო პროგრესული, დღეს გადაიქცა რეგრესულ ძალად, რომელიც თავის თავში ცდილობს შეაჩეროს პროგრესული ცვლილებები. და ეს კარგად ჩანს მაგალითად 91 წლიდან დღემდე ტენდენციებში. და ეს ტენდენციები, აი ნახოთ, ჩვენ ყველას მოგწონს დასავლური ტექნოლოგიები, დასავლური კულტურა. მაგრამ
დავაკვირდეთ ტენდენციას, როდის იდებოდა საკმაოდ დიდი ფული, როდის იდებოდა რესურსები სამეცნიერო გარღვევებზე, სამეცნიერო რაღაცა წინსვლებზე. იდებოდა მაშინ, როდესაც არსებობდა საბჭოთა კავშირი და როდესაც არსებობდა კონფლიქტი და მცივი ომის ლოგიკამ აი სუბსად წაიკითხოთ თქვენ ამერიკული კოსმოსური რაღაც პროექტები, თქვენ ნახავთ რომ სამდე საბჭოთა კავშირმა არ გაუშვა კოსმოსში. შეერთებული შტატები არც კი ფიქრობდა ამ მიმართულებით ტექნოლოგიურ გარღვევებს. როდესაც გაუშვა, როდესაც ნახა რომ ეს ერთი მხრივ იყო ძალიან დიდი სამეცნიერო უპირატესობა საბჭოთა კავშირის, ამის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ზოგადად დასავლეთმა დაიწყო უკვე ძალიან დიდი რესურსების ჩადება ტექნოლოგიურ პროგრესზე და მართლაც აი თქვენ დააკვირდებით არის სტატისტიკა 50-იან 60-იან წლებში საბჭოთა კავშირის ინტელექტუალური დონე ჯობნიდა დასავლეთის კონკრეტულად შეერთებულ შტატების ინტელექტუალურ დონეს. მაგრამ აი 60-იან წლებიდან 70-იან წლებიდან განსაკუთრებით იწყება ცვლილება აი ამის ამერიკელები საკმაოდ დიდ თანხებს დებენ ამ ტექნოლოგიებში, განათლების სისტემაში და უკვე 80-იან წლებში ეს იცვლება. ეს იცვლება ამერიკის სასარგებლოდ, ამერიკელები საკმაოდ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ პროგრესს ახორციელებენ და ეს იმიტომაც მოხდა, იმის თქმა მინდა, რომ ამ ეს სისტემა იძულებული იყო გარე საფრთხის გამო, რომ ფული ჩაედო და გარღვევებზე ორიენტირებული ყოფილიყო. მაგრამ რა მოხდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ესაა ერთ-ერთი ესე იგი ჩემი კრიტიკის ნაწილი ლიბერალიზმისა, რომ ლიბერალიზმმა დაიწყო მუდმივი ყოველდღიურობის წარმოება. ესეთი ტერმინი არის მუდმივი ყოველდღიურობის წარმოება, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალს აი თუ დააკვირდებით სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულები ვინც არიან, მომავალს ყოველთვის წარმოიდგენდნენ რაღაცა განსხვავებულ საზოგადოებებს წარმოიდგენდნენ, განსხვავებულ პოლიტიკურ სისტემებს წარმოიდგენდნენ. არა, ამ სისტემის მთავარი ამოცანა გახდა, რომ მუდმივი ყოველდღიურობა ეწარმოებინა, კი, მცირე გაუჯობესებები იყოს უკვე არსებულ ტექნოლოგიებში და არა გარღვევებში და დაიწყეს, ესე ვთქვათ, ლიბერალიზმმა დაიწყო მომავლის შეჭამა. მან ამოჭამა მომავალი და ჩვენ აღარ დაგვრჩა უკვე იმის წარმოსახვის რესურსი, რომ მომავალზე დავიწყოთ სერიოზული ფიქრი. და ეს მომავალს როდესაც ვსაუბრობ, მომავალზე როგორც ალტერნატიულ, უფრო პროგრესულ სისტემას. ეს თვითონ ლიბერალიზმის პროექტიც იყო, გვახსოვს ჩვენ როდესაც ფუკუიამამ დაწერა საკუთარი წიგნი ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი, მათ თქვა რომ მეტი აღარ იქნება ისტორია არ განვითარდება და ლიბერალიზმი იქნება, ესე იგი, მუდმივი პოლიტიკური სისტემა. სხვათა შორის დასავლურ აკადემიურ სივრცეში ლიბერალიზმის აი ჰეგემონია, ესე იგი, 1000-წლოვანი ლიბერალური დემოკრატიის ეპოქა გაგრძელდა 2000-იან წლებამდე, ანუ სულ 20 წელი გაგრძელდა ის რაც გამოცხადებული იყო მუდმივად. და ეს აჩვენებს იმას, რომ ისტორია ვერ ჩერდება ერთ ადგილზე. შეუძლებელია ისტორია გაჩერდეს ერთ ადგილზე. შეუძლებელია ან მუდმივი იყოს ან ფეოდალიზმი, ან კაპიტალიზმი, ან რომელიღაც პოლიტიკური სისტემა. ყველა პოლიტიკური სისტემა იცვლება და ისტორიკოსების მთავარი ამოცანა არის ის, რომ საზოგადოებას დაანახოს აი ამ პოლიტიკური სისტემის ცვალებადობა. მომავლის ამოჭმასთან ერთად, როდესაც დაიწყო გარკვეულწილად აი მომავლის ხედვა როგორც აი კატასტროფის ხედვა, ხო? აი ძალიან პოპულარული გახდა აპოკალიფტური სურათები, იგივე ფილმებში, იგივე ლიტერატურაში, ძალიან პოპულარული გახდა ძირითადად აი ესეთი ანტიუტოპია, ანუ ადრე იყო უტოპიის ეპოქა, ხო? როდესაც მომავალს წარმოიდგენდნენ უკეთესად, მომავალს წარმოიდგენდნენ ისე რომ ის იქნებოდა პოლიტიკურად და სოციალურად უკეთესი ვიდრე ეს არის აწყვ. დღეს როგორ არის? დღეს არის გავრცელებული ანტიუტოპიები, სადაც საუბარია რომ ყველა ეს პროექტი რატომღაც უნდა წავიდეს და უნდა მივიდეს ჯოჯოხეთამდე და არანაირი ესეთი აზრი იმაში რომ რაღაც წარმოვიდგინოთ მომავალი როგორც უკეთესი არ არის. ამიტომ ის შევინარჩუნოთ აწყვ იმისთვის რომ რაღაცნაირად ვიყოთ კარგად. აი ეს არის ძირითადი მესეჯი ლიბერალიზმის. თავი პრობლემა არის ის რომ ისტორია გვაჩვენებს რომ ეს შეუძლებელია იყოს.
და ეხლა როდესაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური პრობლემები აქვს თავად ლიბერალიზმს ამ პროცესში ჩვენ ხედავთ რომ ალტერნატიული სისტემები მაგალითად ჩინური სისტემა რომელიც საკმაოდ ძლიერი არის სამეცნიერო ტექნოლოგიებით საუბარია რომ 5 წელიწადში უკვე ყველა დარგში გაუსწრებს ჩინეთი, ყველა დარგში გაუსწრებს ჩინეთი დასავლეთს. ეხლა იმაზე კი აღარაა საუბარი, რომ ესე იგი ერთდონეზე უკვე არიან. ერთდონეზე უკვე არიან. კი, რაღაცა სამხედრო ოპერაციები ჯერ კიდევ შემორჩა შეერთებულ შტატებს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ყოველ წელს ჩვენ ვიგებთ, რომ ახალი ტექნოლოგიები, ახალ სამხედრო ტექნოლოგიები და არა მარტო სამხედრო, ზოგადად ტექნოლოგიები ითვისებს ჩინეთი და საკმაოდ გრანდიოზულ და დიდ რესურსებს დებს ამ ტექნოლოგიებში სამეცნიერო პროგრესში. ხედავთ რომ ის რაც ორიენტირდება აი ამ მომავალზე, ახალ პოლიტიკურ სისტემაზე, ახალ სამყაროზე, ხო? იმისი არის მომავალი. მაგრამ ჩინეთს აქვს ერთი მნიშვნელოვანი მინუსი, რატომაც გონია რომ ჩინეთი ვერ ჩაანაცვლებს დასავლეთს. როდესაც საუბარია ჩანაცვლებაზე ეს იმას არნიშნავს რომ ვინმე შეიძლება ჩაანაცვლოს დასავლეთი. შეიძლება არავინ არ ჩაანაცვლოს დასავლეთი და ახალი პოლიტიკური სისტემა შეიქმნას, მაგრამ თუ კი ჩვენ მიგვაჩნია რომ დასავლეთს ჩაანაცვლოს, ჩემს ვერ ჩაანაცვლოს ორი მიზეზის გამო. პირველი, დასავლეთი ჩინეთისგან განსხვავებით, ყოველთვის ისტორიულად, ყოველთვის გააჩნდა უნივერსალისტური ენა. აი მაგალითად, მისი ფილოსოფია ესმის ყველას. მისი ფილოსოფია არ არის სპეციფიური ფილოსოფია, მისი ფილოსოფია ეს არის რაღაცა უნივერსალური ენის ნაწილი. ანუ დასავლეთი ყოველთვის ქმნიდა უნივერსალურ ენას. დასავლური იდეები ყოველთვის უნივერსალისტური იყო. ანუ ის არ იყო ჩაკეტილი რაღაცა ერთ კულტურაში, ის იყო ყოველთვის გახსნილი და ისაუბრობდა კაცობრიობის სახელით, ხო? ჩინეთი წლების განმავლობაში ჩინეთი როგორ უყურებს სამყაროს, ხო? ის არის კუნძული, ცივილიზაციის კუნძული და ამ დიდი კედლის მიღმა, რაც იყო ისტორიულად ეგრე იყო ბარბაროსთა სამყარო. და ის არ მას მიაჩნია რომ ანუ მას არ ჭირდება უნივერსალისტური ენა. არა, მას ჭირდება დიდი კედელი, რომ ესე იგი ამ ბარბაროსებისგან თავი დაიცოს. ამიტომ მას არავის არ უმუშავია უნივერსალისტური ენის შექმნას. მას არავის არ უმუშავია ამაზე, ამიტომ როგორი იდეაც არ უნდა შექმნას, როგორი იდეოლოგიაც არ უნდა ქონდეს ჩინეთს. ჩინეთი ვერ გაავრცელებს საკუთარ იდეას ვერსად. ნუ შეიძლება ძალიან ახლო საზოგადოებებში, ძალიან ახლო მეზობელ საზოგადოებებში, რომელთანაც რაღაცა კავშირი აქვს, მაგალითად ალბათ კორეაც გამორიცხული, კორეას საკმაოდ ისეთია, მაგრამ აი კორეაზე შეუძლია, მაგალითად ჩრდილოეთ კორეაზე რაღაც გავლენები მოახდინოს, ხო? და რაღაცა ესეთი პოლიტიკური სისტემები შექმნას, რომელიც სხვათა შორის არც ჩინეთისთვის თად მისაღები არ არის. მაგრამ ის რომ ჩინური ფილოსოფია იქცეს უნივერსალისტურად, ამის ტრადიცია ჯერჯერობით ჩინეთს არ აქვს. ხა მე არ ვიცი ექნება თუ არა, შექმნის თუ არა ამას, მაგრამ ფაქტია რომ დასავლეთს ამის ტრადიცია აქვს, ჩინეთს ამის ტრადიცია არ აქვს. აქედან გამომდინარე ჩინეთი ქმნის ალტერნატიულ სისტემას თავისთვის და ის ქმნის ალტერნატიულ სავაჭრო სისტემას, ანუ მისი დეკლარაცია რა არის? მისი დეკლარაცია არის არა ის რომ მე თქვენ გთავაზობთ ენას, რომელთაც ყველა ვისაუბრებთ, ხო? მე თქვენ გთავაზობთ იდეოლოგიას, რომელთაც ყველა ჩავერთვებთ, არა. ეს არ არის. ამის ნაცვლად ჩინეთი საუბრობს რომ მე თქვენ გთავაზობთ ვაჭრობას, მოდი ყველა ერთად ვივაჭროთ და ყველა მოგებული დავრჩეთ აი ამ ვაჭრობისგან. მოდი და მეორე ის გთავაზობთ ჩვენ ესეთ რაღაცას, რომ აი რა გარკვეულწილად ტექნოლოგიურ უპირატესობას, რომ ჩემი ტექნოლოგიები თქვენ იყიდით. იმიტომ რომ ჩემი ტექნოლოგიები იქნება უპირატესი და აქედან გამომდინარე მე მაგით გაჯობებთ. ანუ ტექნოლოგიურად გაჯობებთ და ეკონომიკურად გაჯობებთ. მაგრამ იდეოლოგიურად ჩინეთმაც მე მგონი კარგად იცის და ამიტომაც ის არაკეთებს აქცენტს სწორედ აი ამ იდეოლოგიურ ექსპანსიაზე. კარგად იცის რომ მისი იდეოლოგია ვერ გავრცელდება. შეუძლებელია ხა მაო ძედუნისა და რაღაც ჩინური კომუნისტური რაღაცა იდეოლოგია გაავრცელოს შენ რაღაცა. თუნდაც საქართველოში ან მოდი საქართველოს თავი დავანებ აი ყაზახეთში, მასთან ახლოს ყოფ ქვეყანაში. შეუძლებელია ეს. აქედან გამომდინარე ეს ალტერნატიული სისტემები ნახეთ როგორ არის თუ კი აქამდე ესე იყო რომ აი ამ გლობალურ სისტემა
იყო ლიბერალიზმთან დაკავშირებული და ხა ლიბერალიზმის ისტორიასაც ცოტა რომ გადავხედოთ, ხო? ლიბერალიზმმა რა გააკეთა? ლიბერალიზმმა გააკეთა ის, რომ გარკვეულწილად შექმნა სახელმწიფოსთან პარალელურად საბაზრო სისტემა. აი ეს რასაც ჩვენ თავისუფალ ბაზარს უწოდებთ, ესა საბაზრო სისტემა, რომელიც ძალიან პროგრესული იყო რაღაც პერიოდში. იმიტომ რომ აი მონარქის მიერ აბსოლუტური მონარქების პერიოდში იყო მოხდა ეს, მონარქიული სისტემა ვერ თავაზობდა საზოგადოებას აი ეს ესე იგი მუდმივ მოგებაზე ორიენტირებულ სისტემის შექმნას. ვერ თავაზობდა ის ძალიან ხარჯიანი იყო. მეფეებს სულ ჰქონდათ ინგლისში, საფრანგეთში პრობლემები და ვალები ჰქონდათ სულ. აი ძალიან ხარჯიანი სისტემა იყო აბსოლუტიზმი. ის ვერ ახერხებდა გარკვეულწილად აი ესეთი სტაბილური ეკონომიკური განვითარება შეეთავაზებინა, ხო? არსებობს არის დათვლილი მაგალითად, რომ ესე იგი 0.01% იყო კარგ შემთხვევაში რაღაცა ეკონომიკური ზრდა, ეგაც არ იყო ზოგ შემთხვევაში. ანუ პრაქტიკულად ისინი შუა საუკუნეებში ისინი ცხოვრობდნენ ისეთ ეკონომიკურ სისტემაში, სადაც ცხოვრების დონე საუკუნეების განმავლობაში პრაქტიკულად არ იცვლებოდა. და ამ დროს ჩრდება საბაზრო სისტემა და ეს ევროპაში ჩრდება, რომელიც გარკვეულწილად მონარქებისგან ალტერნატიულ სისტემად იქცევა. სადაც იქნება სავაჭრო გზები, აი პირველ რიგში ეს დაკავშირებული იყო იტალიურ ქალაქ სახელმწიფოებთან, შემდეგ უკვე ჩილო-გერმანულ სახელმწიფოებთან, მერე ინგლისთან და ასე შემდეგ, სადაც მონარქებთან ალტერნატიულად გაჩნდა ეგ საბაზრო სივრცეები, რომელმაც უზრუნველყო შემდეგ უკვე ეკონომიკური ზრდა და ადამიანები, რომლებიც შუა საუკუნეებში ცხოვრობდნენ, მათ გარკვეულწილად მიეცათ რაღაც ალტერნატიული განვითარების საშუალება და რამაც საბოლოო ჯამში აი ქალაქის ურბანულმა სივრცეებმა მოახდინეს აი ეს ბაზრებთან ინტეგრაცია. ხა ბაზარმა რა ქნა? ბაზარი ძალიან პროგრესული იყო, როდესაც არსებობდა როგორც ალტერნატიული სისტემა. არსებობდა მეფე, რომელიც ფლანგავდა განსაკუთრებით განათლებული მონარქიების პერიოდში, ხო, როდესაც აი ლუდოვიკო მე-14 იყო საფრანგეთში და მონარქები ცდილობდნენ კულტურაში დაეხარჯათ ფული, განათლებაში დაეხარჯათ ფული და ასე შემდეგ. აი ეს მთელი ეს რენესანსის შემდეგ უკვე მთელი ეს ოქროს ხანა, რასაც ქვია კულტურაში, რაც ჩვენ ვიცით ევროპული, ეს არის სწორედ განათლებული მონარქების მიერ წახალისებული და არამატო მონარქების, გრაფების და კიდე სხვა დოჟების და ასე შემდეგ. ხო, აი ეს მედიჩების რაც იყო ასევე იტალიაში. რატომ? იმიტომ რომ ეს პრესტიჟული იყო და ეს იყო გარკვეულწილად მონარქი ვალდებული იყო, რომ ეფლანგა ფული, აი ფულის ფლანგოსთან იყო დაკავშირებული, აი ეს კულტურაზე ეფლანგა ფული. კულტურა მართლაც ესე იქნება. კულტურა ბაზრის პრინციპებით ვერ იქნება. კულტურა იქნება ფულის ფლანგვით. ფული, როდესაც მონარქი ფლანგავს, მონარქს როდესაც აქვს გარკვეულწილად იდეა აი ამის, იქ რატომღაც ყოველთვის ძლიერია და ყოველთვის ჩდებიან ძლიერი კულტურის მოღვაწეები, მწერლები, მსახიობები და ასე შემდეგ და სხვათა შორის ევროპის ისტორიას თუ გადახედავთ, სწორედ ის პერიოდი, როდესაც აი ეს პოსტფეოდალური პერიოდი, ანუ ეს გარკვეულწილად აბსოლუტიზმის პერიოდი, ხო? აბსოლუტიზმის პერიოდში, როდესაც მონარქებმა დაიწყეს გარკვეულწილად გაუჩნდათ ფული ერთი სიტყვით, ცენტრალიზებული ხელისუფლება და დაიწყეს ფულის ხარჯვა კულტურაში. ამ დროს გაჩნდა შექსპირიც, ამ დროს გაჩნდა უამრავი აი ეს ცნობილი ადამიანი, რომელმაც კულტურული გარღვევები მოახდინეს. ეს იქნებოდა, რა ვიცი, მიქელანჯელო, ლეონარდო და ვინჩი და ასე შემდეგ. მაგრამ აი საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ რა? საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ სისტემა, სადაც აი ლიბერალიზმმა ვერ გათვალა და ანუ უფრო სწორად რა მოახდინა ლიბერალიზმი. ლიბერალიზმმა მოახდინა ის, რომ ბაზრის ტოტალური დომინაცია მოახდინა. და რას ნიშნავს ბაზრის ტოტალური დომინაცია? ხარ მხატვარი? მაშინ ბაზარზე უნდა იყო მოთხოვნათი. ხარ გარკვეულწილად აი ეს რა ვიცი ცნობილი მსახიობი, მაშინ მიდი და ჰოლივუდში წადი და ვიღაცა შეგამჯო, თუ ნიჭიერი ხარ.
ერთი მხრივ ამან გამოიწვია ის რომ ძალიან განვითარდა მასობრივი კულტურა, მასობრივი კულტურის განვითარებას ხელი შეუწყო. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ მივიღეთ ის რომ აი ამ ბაზრის დომინაციით ეს მაღალი კულტურა ნენელა პერიფერიულ ადგილს იკავებდა წლების განმავლობაში და დღეს უკვე საერთო კულტურული დონე აშკარად დაცემულია, აშკარად ჩვენ ხედავთ გარკვეულწილად დეგრადაციას იმ გაგებით, რომ უკვე აღარ იძლევა არსებული პოლიტიკური სისტემა, ესე იგი შემოქმედების ძალას. აღარ იძლევა არსებული პოლიტიკური სისტემა შემოქმედების ძალას. ბაზარი აღარ იძლევა იმ შემოქმედების ძალას, რაც შემოქმედების ძალას იძლეოდა ადრე. აღარ იძლევა ის ლიბერალიზმი იმ შემოქმედების ძალას, იმიტომ რომ ალბათ რწმენა გაქვს რა ამის. რწმენა უნდა არსებობდეს ლიბერალიზმის, რომ მას შემოქმედებითი ძალა ქონდეს. რომ ადამიანები, რომლის ამ პოლიტიკურ სისტემაში არიან, იყვნენ გარკვეულწილად მონოსხულები და ფიქრობდნენ და იყვნენ ჩართულები იმ კულტურაში და იმ რეალურ რაღაცა პოლიტიკურ სისტემაში, რასაც ლიბერალიზმი ქადაგებს. ეს ერთი მომენტია. მეორე მომენტი არის ის, რომ მე-20 საუკუნიდან, მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნიდან იწყება ახალი ტიპის საზოგადოების ფორმირება. ამ ახალი ტიპის საზოგადოებას თუ კი აქამდე მასობრივი საზოგადოება იქნება, ამ მასობრივი საზოგადოების გარდაქმნა იწყება და ესეთი გარდაქმნა მასობრივი საზოგადოების გარდაქმნას უწოდებენ სხვადასხვა აკადემიურ სივრცეში ეგრეთ წოდებულ დისციპლინურ საზოგადოებას. ანუ საზოგადოება, რომელიც იწყებს დისციპლინურ ცხოვრებას და ის ხდება გარკვეულწილად დისციპლინური პოლიტიკურ სისტემასთან მიმართებაში. მას შეუძლია მობილიზება, მას შეუძლია ის დემონსტრირებს გარკვეულწილად ერთსულოვნებას და ის დემონსტრირებს გარკვეულწილად ერთფეროვნებას. ესაა დისციპლინური საზოგადოების მახასიათებელი. დისციპლინური საზოგადოების სამი ძირითადი გზა არსებობს. პირველი ეს იყო საბჭოთა გზა. ჩვენ ვიცით რომ დისციპლინური საზოგადოების ერთ-ერთი ნაწილი იყო, ხო, სადაც იდეოლოგია ახდენდა გარკვეულწილად აი ამ დემონსტრირებას, რომ ეს საზოგადოება არის, ესე იგი, დისციპლინური, ეს პარადების მნიშვნელობა რატომ იყო, რომ იმიტომ იყო პარადების მნიშვნელობა, რომ ის დემონსტრირებდა დისციპლინას, ის დემონსტრირებდა ერთსულოვნებას, ერთფეროვნებას გარკვეულწილად, ხო? იგივე გზით წავიდა ამ მხრივ გერმანიაც, ნაცისტური გერმანიაზეა საუბარი, ნაციონალ-სოციალისტური გერმანიაზეა საუბარი, რომელიც დემონსტრირებდა ერთფეროვნებას, დემონსტრირებდა განსაკუთრებით მილიტარიზმს, ხო? სადაც შეიძლება ყველაზე მეტად დისციპლინურმა საზოგადოებამ საკუთარი თავი გამოავლინოს. რა თქმა უნდა, მილიტარიზმში, ხო? მილიტარიზმი არის ფორმა, სადაც აი ეს ჩანს, რომ ეს საზოგადოება არის დისციპლინირებული, ხო? და მესამე გზა ეს იყო ლიბერალური გზა. ოღონდ ეხლა ნახეთ. თუ კი ეს ორი ტოტალიტარიზმი, ხო? მე არ ვთვლი რომ მაგ საბჭოთა სისტემა ტოტალიტარული იყო, მაგრამ მოდი იმ ლიბერალების ენაზე ვისაუბროთ. ეს ორი ტოტალიტარიზმი, თუ კი იმიტომ მიიჩნევა ტოტალიტარულად, რომ ის იყო დისციპლინური, ხო? და ის ახდენდა დისციპლინურად მილიტარისტულად, ანუ რა იყო, ის ეშინოდა ადამიანს, ეშინოდა გესტაპოსის, საიდუმლო პოლიციის, ეშინოდა საკონცენტრაციო ბანაკების, ხო? მაგიტომ არ ლაპარაკობდა, ხო? მაგრამ ეს ადამიანი თავისუფალი იყო მაგალითად სამზარეულოში თავის ოჯახის წევრებთან. ეს ადამიანი თავისუფალი იყო გარკვეულწილად სივრცეები ქონდა, სადაც აი ეს პოლიტიკური სისტემა ვერ შემოდიოდა. ახალი ტოტალიტარიზმი უკვე განსხვავებულია და მას აღარ ეწოდება ტოტალიტარიზმი. და ეხლა რაშია განსხვავება? ანუ გითხარით რომ წინა ტოტალიტარიზმში ეშინოდათ გარკვეულწილად საიდუმლო პოლიციის, გარკვეულწილად ბელადის, რაღაც იდეოლოგიური წნეხის, ეხლა ესე აღარ არის. ეხლა ეშინიათ სხვა რაღაცის. ეხლა ეშინიათ ორი რაღაცის. მაგალითად, გრანტები არ იქნება პირობითად ვამბობ და ბაზარზე არ იქნება მოთხოვნადი. ამიტომ საზოგადოებრივი და იდეოლოგიური წნეხი ადამიანზე არის უფრო დიდი, მაგრამ შენ აღარ შეგიძლია დაასახელო პიროვნება, რომელიც შენ თავისუფლებას და შენ რაღაც გამოხატვის უფლებას ზღუდავს. კონკრეტულად არავინ არ ზღუდავს, კონკრეტულად არ არსებობს ესეთი ფიურერი ან რაღაცა ბელადი, რომელიც შენ შეგზღუდავს, მაგრამ შენ ირგვლივ ისეთი ატმოსფერო იქნება,
შენი გამოხატვის, შენი არასწორი გამოხატვის შემთხვევაში, აი ეხლა იყო განსაკუთრებით, როდესაც ეს აქციების ის ხანა იყო, ხო, რაღაც ადამიანებს ეშინოდა საკუთარი აზრი გამოიხატა, რატო? იმიტომ ის რაღაცას იტყვის, თავის კოლეგა რაღაცას იტყვის, მე შეიძლება შეკრულიყო რაღაცა წრემის წინააღმდეგ, შეიძლება სამსახურის გარეშე დარჩენილიყო და ეს ადამიანი აღმოჩნდებოდა საზოგადოებრივი ცხოვრების მიღმა, კარიერული ცხოვრება დაენგრევოდა, წინსვლა აღარ ექნებოდა, შეიძლება შემოსავალიც არ ქონოდა და ესეთი ატმოსფერო იქნება და ამას არ ქვია ტოტალიტარიზმი. ამას აღარ ეწოდება ტოტალიტარიზმი. მაგრამ შედეგი რა არის? რა ვიცი, ოქტომბრელი იყო ხო და პიონერები იყვნენ ისეთი ცოტა მოგვიანებით ძალიან კომიკური სახე მიიღეს ხო მათ ხო? აი ესეთი ადამიანები მაგათად ევროკავშირის და ჩამოდიოდნენ ახალგაზრდები და ვიღაც ესეთი აქტივისტები და აი ესე რაღაცა დაზეპირებული იდეოლოგიას რაღაცა გეტყოდნენ და არც კი უჩნდებოდათ იმის მოთხოვნა რომ რაღაცა განსხვავებულია თქვათ, რაღაცა განსხვავებული დაიფიქსირებენ. სტერილური სივრცე შეიქმნა, აი ამ ბაზარზე დამოკიდებულება ადამიანის, ხო? შექმნა სტერილური სივრცე. და ჩვენ დღეს აი ყველაზე მეტად გვზნობთ აი ამ სტერილურ სივრცეს. სადაც რატომღაც არ აქვს უფლება, რომ ოდნავ განსხვავებული იყო. რატომღაც არ აქვს უფლება, რომ რაღაც საკითხებზე, განსხვავებული პოზიცია დააფიქსირო. იმ იდეოლოგიისგან, იმიტომ რომ თურმე ეს იდეოლოგია, აი მაგალითად მე არ მიყავს ამაზე, არ ვახდენ ამაზე აქცენტირებას სექსუალური უმცირესობების საკითხზე, მაგრამ ხო ფაქტია, რომ ეს პოლიტიკა აშკარად იყო, რომ შენი განსხვავებული პოზიცია აი ესეთ ადამიანებზე განსაზღვრავდა შენ მდგომარეობა საზოგადოებაში და შენ მდგომარეობა შენ სოციალურ სივრცეში, ხო? შენ შეიძლება იმდენად გაერიყეთ, რომ უბრალოდ არსებობის საშუალება არ გექნებოდა, საარსებო საშუალებები არ გექნებოდა. ანუ ნახეთ რა მოხდა ისე რომ ისეთი პირობები შექმნეს ამ ახალმა ტოტალიტარიზმმა, რომ აღარაა საჭირო საიდუმლო პოლიცია. რატო? იმიტომ რომ იქ სამზარეულოში შეიძლება შენი კოლეგა აღმოჩნდეს, რომელმაც შეიძლება დაგაბეზღოს ან რაღაცა თქვას. და შენ თავში გაჩნდა გარკვეულწილად ისეთი შიდა, მოდი ესე ვთქვათ, პოლიციელი დუბინკით ხელში, რომელიც როგორც კი აზრი გაგიჩნდება თავში ჩაგწხებს, რომ ეს აზრი გარეთ არ გამოვიდეს. შეინახო შენში. ამან რა გამოიწვია? ამან გამოიწვია გახრწნა და დეგრადაცია რამოდენიმე სივრცეს. პირველი გაიხსნა სოციალური სივრცე. ანუ ნახე ადამიანებს შორის ურთიერთობა კი ყოველთვის იყო ადამიანი პოლიტიკური არსებაა და ყოველთვის მას პოლიტიკური პოზიცია ჰქონდა, ხო? მაგრამ სოციალური ცხოვრება სიმდიდრე მდგომარეობს იმაში, რომ შენ მეორე ადამიანს, ანუ არსებობდა კულტურები და ჩვენთანაც არსებობს და ეს კულტურა, სადაც ადამიანები პოლიტიკური განსხვავებული პოზიციების მიუხედავად ერთმანეთთან მაკაცობდნენ, მეგობრობდნენ და ინარჩუნებდნენ ამ ურთიერთობას, იმიტომ რომ პირადი ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე მათი პოლიტიკური ხედვა, ხო? და ეს მომენტი, რომ ესეთი კულტურა არსებობდა, რომელიც ამ პოლიტიკური კონფლიქტების მიუხედავად ადამიანებს აძლევდა საშუალებას ერთმანეთთან ესაუბრათ, ეს პოლიტიკური კულტურა აბსოლუტურად მოისპო და დარჩა მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი რამ. ვისისტი ხარ, აი ყველაზე მეტად ჩემთვის იყო ესეთი შოკის მომღრელი, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც გუშინ, რა ვიცი, მეგობრებოდნენ, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ ჩემი მაგარი მეგობრები არიან, პოლიტიკური განსხვავებულობის გამო უცბად დაიწყეს რაღაც ლანძღვა. თან პირდაპირ ლანძღვა კი არა, აი წრეში, რომ ეჩვენებინათ იმ წრესთვის, რომ ისინი მათიანია, დაიწყეს ჩემი ლანძღვა. ანუ მოსწრეთ დაამახინჯეს სოციალური ცხოვრება. აბსოლუტურად მახინჯი ფორმები მიიღო ამ სოციალურ ცხოვრებამ. დღეს ქართული პოლიტიკა და ქართული სოციალური ცხოვრება, რასაც გავს, ეს არის აბსოლუტურად მახინჯი მონსტრი და ადამიანს არ მეკურის ის, რომ ყველა რეიტინგით, ყველა გამოკითხვით პოლიტიკისადმი ინტერესი საზოგადოებაში უფრო და უფრო ნელდება და რეიტინგები ეცემა. პოლიტიკური შოუების რეიტინგები ეცემა. რატომ? იმიტომ რომ უკვე პოლიტიკით დაინტერესება იმდენად საზიზღარი გახდა, იმდენად უინტერესო გახდა და იმდენად აი ეს საერთოდ დონე ესე დაეცა, რომ ადამიანები აღარ ინტერესდებიან ამ სიბინძურით
სიმბიძუროც აი რა ფსკერიც ეხლა შეიქმნა. ეს არის დამსახურება სწორედ ლიბერალების. ლიბერალებს მიეჩნდათ რომ ესე კონტროლს მოახდენენ და მათი წარმოდგენით ავტოკრატიულ ეს და რაღაც დიქტატორულ ნებების ან ინტელექტუალურ ადამიანებს, ნებების მქონე ადამიანებს ან ინტელექტუალურ ადამიანებს ესე რა ქვია, გარკვეულწილად გააჩუმებდნენ. ამის ნაცვლად თვითონ იქცნენ ამ დიქტატორებად. ანუ მოხდა ისე რომ გაჩნდა შინაგანი პოლიციელი ამ მათ თავში, რომელიც უარესია ვიდრე გარეგანი პოლიციელი. უარესია ვიდრე გესტაპო, იმიტომ რომ გესტაპო იცის შენ კონკრეტულად ვინ არის და იცი კონკრეტულად რა სისტემის ნაწილია. ეხლა შიგნით ვინც ყავს ის ადამიანი, რომელიც გამათრახებს, რომელიც არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ შენ სხვანაირად მოგწე, იმას უფრო მეტად ხავხარ შენ ტყვეობაში, ვიდრე გესტაპოს ყავდა საკუთარი მოსახლეობა ტყვეობაში. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი. ამ ლიბერალიზმმა შეზღუდა გარკვეულწილად იდეების სფერო. ჯერ გონების, ჯერ სული დაამახინჯა ადამიანის და შემდეგ უკვე გონებას დაამახინჯა. ანუ აღარ მიცა ადამიანებს იმის უფლება და საშუალება, ანუ სივრცე არ შეგვ. ნახე, უამრავი გრანტი იყო. მეც მიმიღია ამ სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობა. უამრავი გრანტი იყო, როგორი გრანტის არ გინდა, მაგრამ მხოლოდ ის გრანტები ისინი ფინანსდებოდა, რომელიც ამ უშუალოდ რაღაცა პოლიტიკური დღის წესრიგს ერგებოდა და ამ კონკრეტულ რაღაცა მოთხოვნებს უნდა დაგეკმაყოფილებინა. ანუ შენ შეგიძლია ძალიან ბევრი გრანტი ქონოდა, მაგრამ უნდა გემუშაო ისეთ საკითხებზე, რომელიც რეალურად ამ სისტემისთვის მომგებიანი იყო. თქვენ ხა იტყვით რომ როგორ კაცო არსებობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც აკრიტიკებდნენ ლიბერალიზმს. კი არსებობდნენ, მაგრამ მოდი ვნახოთ დასაუჩივი როგორია ესეთი ადამიანები. ესეთი ადამიანები, აი მაგალითად ჟიჟეკი, ხო? სლავoj ჟიჟეკი, ცნობილი მარქსისტი, ან ნეომარქსისტი, რომელიც აკრიტიკებს კაპიტალიზმს, ხო? ჩვენ ნახავთ რომ გროტესკული სახე, ნევროტიული, ინგლისურად ცუდად საუბრობს აქცენტით და ყველასთვის დათელია რომ ეგ არაა საშიში ადამიანი. და მან ბაზარზე გაყიდა ეს ბაზარზე რეალურად, ამ ინტელექტუალურ ბაზრის წესით იმუშავა და გაყიდა ეს პროტესტი. და პროტესტის იქცა უკვე აი ამ ნიმუშად, ამ გარკვეულწილად უკვე პროდუქტად, რომელსაც ადამიანები ყიდულობენ. აი როგორც დღეს იყო ეს პროტესტი, ხო? რა იყო ეს პროტესტი? ეს პროტესტი ხომ არ არის საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ პროტესტი. ეს პროტესტი არის სწორედ იდეოლოგიისგან ნებადართული გზა. შენ მოდი მაჩვენე რომ ჩემიანი ხარ. იმისთვის რომ მე გავიგრო შენ ჩემიანი ხარ, შენ ახალგაზრდობაში უნდა იყო ბუნტარი. შენ ახალგაზრდობაში უნდა იყო ისეთი როგორც მემოველი შენგან რო იყო. და აქედან გამომდინარე, თუ ესეთი იქნები, შენ მერე ამ გრანტებსაც მიიღებ NGO-შის დასაქმდები და კარიერა წინ გაქვს. გახსნილი გაქვს. ანუ ეს რეალურად გარკვეულწილად კარიერული გზა იყო და არანაირი ბუნტი არ ყოფილა. ეს იყო გზა, რომელიც მათ დააწესეს და სახელი დაარქვეს ბუნტი. სახელი დაანტეს ჯანყის. მაგრამ არანაირი ჯანყი არ ყოფილა, ეს იყო წინასწარი სცენარით გაწერილი აბსოლუტურად. და შენ თუ ამ წინასწარ სცენარს არ მიყვები, შენ თუ მეინსტრიმულ გემოვნებას, შეხედულებებს, იდეებს არ მიყვები, შენ აბსოლუტურად მარგინალური ხდები. და აქ თავარი მომენტი ის არის, რომ თუ კი მეინსტრიმული ჯანყი არის და შენ არ ჯანყდები, ხო? სიამოვნებაში ყველაზე დიდი აჯანყებული მაშინ ხარ, იმიტომ რომ ამ მეინსტრიმს არ მისდევ. და აქედან გამომდინარე, აი ჩვენთან ეგ ყველაზე ესე მკაფიო ჩანს, იმიტომ რომ სამწუხაროდ მაინც პროვინციალური საზოგადოება ვართ იმ გაგებით, რომ ის რაც დასავლეთში ხდება, გვიან შემოდის ჩვენთან, ხო? და მაინც ტენდენციებს მივყვებით, იქ შექმნილ ტენდენციებს. ჩვენში მარტო, ანუ ყველა სივრცეიდან განდევნის და მარტო მეინსტრიმული აზრი დარჩა. მარტო მეინსტრიმული ლიბერალური აზრი დატოვეს. და იმდენად განდევნეს ყველა, რომ აი წარმოვიდგინეთ, რომ აი რაღაც სპექტაკლზე მსახიობებმა ყველა მაყურებელი რო გაყაროს. მარტო თვითონ დარჩნენ. ყოველგვარი მაყურებლის გარეშე. და აღმოჩნდა, რომ მაყურებელს სულ აჭირდებოდა ეს მსახიობები და შეეძლოთ თავისი ცხოვრებით ეცხოვრათ. ანუ იმის თქმა მინდა, რომ გაქრა გარკვეულწილად ეს თავისუფლების მომენტი და ლიბერალიზმი, როდესაც გვესაუბრება რაღაც თავისუფლებაზე და ადამიანის უფლებებზე,
გარკვეულწილად შიში გვაქვს. იმიტომ კი არა რომ ჩვენ ადამიანის უფლებები არ გვაღელვებს. არამედ იმიტომ რომ ხვდებით უკვე ისტორიული გამოცდილებით უკვე დაგროვდა გამოცდილება რომ ამ უფლებების უკან არის გარკვეულწილად შეზღუდვები სიამდვილეში და არანაირი თავისუფლება არ არის. რაღაც თავისუფლება იზღუდება ამ გაგებით. შენი თავისუფლება იზღუდება და სიამდვილეში ისინი არ ჩარდებიან ამ თავისუფლების თვის ბრძოლაში. და აქედან ჩნდება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და ამას ვაკვირდებით დასავლეთში, რომ ბევრი ლიბერალი ინტელექტუალი გამოჩნდა დასავლეთში, რომელიც ამ თანამედროვე ლიბერალებს აკრიტიკებს. და საუბრობს, რომ აი ძველი ლიბერალიზმის, რომელიც აი ჯერ კიდევ პროგრესულ ფაზაში იყო, ძალიან იმის დაბრუნება გვინდა. და მე რომ მკითხო, სულთა ინდივიდუალურად, რა თქმა უნდა, იმის რეალიზაცია, რაც ლიბერალებს უნდათ, მაგალითად, ადამიანის უფლებები, ხო? მე შემიძლია ხა კი ფილოსოფიურად გადაუხვიო და თქვა, რომ ეს თად კარგი არ არის და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ხო, უფრო მისაღებია ვიდრე მიუღებელი, ხო? პირიქით, ამ უფლებებით, ამ დეკლარირებული უფლებებით მე ის უფლებები უნდა მქონდეს, რომ აუჯანყდე მათ შორის ლიბერალებსაც. მაგრამ მე ძალიან კარგად ხვდები, რომ ეს დეკლარაციასა და რეალურ პოლიტიკას შორის არსებობს აცდენა. და ამ ეს აცდენა არის ძალიან, როგორ გითხრათ, ცინიკური. და ეს ცინიზმი დევს აი ამ პოლიტიკურ სისტემაში, ეს ცინიზმი, რომელიც გვატყუებს და სახელებს უცვლის შინაარს. ანუ შინაარსი, რომელიც სადაც თავისუფლებათაა გასახელებული, სადაც ტოტალიტარიზმს აღარ ქვია ტოტალიტარიზმი და თავისუფლება ქვია, სადაც სახელდება უკვე რთულია. და აი ამ პროცესში ჩნდება მნიშვნელოვანი პრობლემა და ეს პრობლემა ეხება, რა თქმა უნდა, იმას, რომ ადამიანები დავრჩით გარკვეულწილად ორი რაღაცის გარეშე. ერთი თავისუფლების გარეშე და მეორე მომავლის გარეშე. და აი აქ ჩნდება სწორედ ლიბერალიზმის კრიზისი, ლიბერალიზმის თავი ეს არის. როდესაც ლიბერალიზმი იმდენად გადიდდა, რომ მარტო ის დარჩა, მან დაკარგა საკუთარი პროგრესული რაღაცა ელემენტი და მან მიიღო ის ელემენტი, რომელსაც სხვას აბრალებდა. შემთხვევითი არ არის, რომ დღეს ყველაზე არადემოკრატიული სისტემაც კი საკუთარ თავს დემოკრატიულად ასახებს. შემთხვევითი არ არის, რომ პუტინიც კი იმ კრიტერიუმებს იყენებს საკუთარი წარმატების დასამტკიცებლად, რასაც იყენებს ლიბერალური დემოკრატიები, ხო? რატომ ხდება, რომ სწორედ ლიბერალური დემოკრატიის მეთოდები გახდა თავისუფლების შემზღუდველი და ეს გადაიღეს ახალმა ეგრე ვთქვათ ავტოკრატებმა, ხო? რატომ გახდა ეს? იმიტომ რომ ძველი ავტოკრატია, რომელიც დემონსტრირებდა ამ რაღაც გასამხედროებულ ფორმებს, დისციპლინურ საზოგადოებას, ამოწურა თავისი არსი და ვერ გაამართლა. ვერ ქმნი ამ ესეთი ხანგრძლივი დისციპლინური საზოგადოება იშლება, ვერ იქნება ესე. აქედან გამომდინარე, ძალიან ესეთი თვალშისაცემია, რომ ის მეთოდები, რითიც მართავს საზოგადოებას ლიბერალიზმი, რითიც ახდენს თავისუფლების შეზღუდვას, სწორედ იგივე მეთოდებით ახდენენ შემდეგ უკვე ლიბერალების შეზღუდვასაც. ავიღოთ თუნდაც ფარას კანონი, ხო? ფარას კანონი თუ კი ლიბერალების მიერ შეიძლება სხვასთან, მაშინ სხვების მიერაც შეიძლება ლიბერალების წინააღმდეგ. თუ პოზიტიური დისკრიმინაცია არსებობს, რომელიც ლიბერალების მიერაა გამოყენებული, ხო? მაშინ ჩვენ შეგვიძლია ლიბერალების წინააღმდეგ გამოიყენოთ პოზიტიური დისკრიმინაცია. ანუ ლიბერალიზმმა შემოიტანა ბევრი არათავისუფლება. შემოიტანა, რომელიც დიალექტიკურად უბრუნდება მას. აქედან გამომდინარე, მე იმის თქმა მინდა, რომ ამით მინდა შევაჯამო ეს ჩემი საუბარი, რომ ის, რასაც ჰქონდა თავდაპირველად პროგრესული სახე, დღეს დაკარგული აქვს პროგრესული სახე და დღეს მოცემულია როგორც იმის ლანდი, იმის აჩრდილი, რაც ადრე იყო. და აჩრდილი ყოველთვის უფრო მახინჯო, ყოველთვის უფრო ცუდი ფორმა არის, ვიდრე ორიგინალი. და სამწუხაროდ კლასიკური ლიბერალიზმი თუ საბედნიეროდ ვერ დაბრუნდება, იმიტომ რომ არ არსებობს პოლიტიკის ისტორიაში ისეთი რამ, რომ წინა გარდაცვლილი ადამიანი გაცოცხლებული იყოს, არ არსებობს ესეთი რაღაცა. როგორც აბსოლუტიზმის რეაბილიტაცია ვერ მოხდა, იმის მიუხედავად რომ ცდელობა ბევრი იყო.
ისე ლიბერალიზმის რეაბილიტაციას ვერ მოხდება. და მოდის რაღაცა ახალი სისტემა და ამ ახალ სისტემას ჯერჯერობით არ გააჩნია უნივერსალისტური ენა. აი ლიბერალებს გააჩნდათ უნივერსალისტური ენა. და დღეს ჩვენ ვიმყოფებით აი ესეთ პერიოდში, ვისაც აქვს საკითხული ჰობიტი. ის მიხვდება აი ბოლოს არის ესეთი მომენტი, როდესაც ადამიანების, ელფებისა და გნომების ჯარი გაერთიანდება იმის წინააღმდეგ, აი ამ ორკების წინააღმდეგ, ხო? იქ აღწერილი, რომ იმდენად იმდენ ისეთი სასტიკი ბრძოლა იყო, რომ ყველა აბსოლუტურად ძალა აღარ იყო, რომ დაეგრძალათო თავიანთი გარდაცვლილებებო, ან ეზეიმათო გამარჯვება. ანუ არ წუხილი ძალა აღარ იყო დარჩენილი, და არც გამარჯვების ზეიმის ძალა იყო დარჩენილი. ჩვენ ახლა რაღაც დიდი გარკვეულწილად გამოწვევები მოდის, სადაც ტრადიციული მემარცხენეც, კონსერვატორის და თუ გნებავთ ტრადიციული ლიბერალიც რაღაცის წინააღმდეგ ერთად უნდა დავდგეთ, რაღაცის წინააღმდეგ, რომ რაღაცა ელემენტარული თავისუფლებები შენარჩუნდეს. იმისთვის რომ რაღაცნაირად გადარჩეთ და ეს მოითხოვს საკმაოდ დიდ ენერგიას ჩვენგან, საკმაოდ დიდ რესურსებს ჩვენგან. რაც საბოლოოდ კი ჩვენ შეიძლება აღარ გქონდეს იმის ენერგია, რომ ეს ვიზეიმოთ, მაგრამ სამაგიეროდ რაღაცა მნიშვნელოვანი რაღაცები გადარჩება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა უკვე ახალი ეტაპი არის და ეს ეტაპი არის ის, რომ ტერმა ამ შემთხვევაში აი ამ ტოტალიტარულმა სისტემამ საკუთარი თავი გამოავლინა და გამოვლენილი სისტემა უფრო სახიფათოა, ვიდრე ის იყო ფარულ მდგომარეობაში. და ის უფრო სასტიკი გახდება, რაც უფრო დრო გავა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოგვიწევს მობილიზაცია და ჩვენ მოგვიწევს გარკვეულწილად დიდი შებრძოლებისთვის, დიდი ინტელექტუალური შებრძოლებისთვის ბრძოლა. აქედან გამომდინარე, მე მინდა, ეხლა ვასრულებ ამ გადაცემას და მინდა საბოლოოდ თქვა, რომ ეს ახალი სეზონი ძირითადად დაეთმობა ინტელექტუალურ საკითხებს და მინდა, რომ გარკვეულწილად კურსებივით გამომივიდეს და იმის შესახებ, რომ გარკვეულწილად გავიაზროთ რა მდგომარეობაში ვართ, რა პოლიტიკურ სისტემაში ვცხოვრობ, რა ნაკლი აქვს ამ პოლიტიკურ სისტემას და რატომ არ არის ის საკმარისი, რაც ეხლა არის, იმისთვის რომ აი ამ ბოლო ბრძოლას, ესე ვთქვათ, თავისუფლებისთვის ბრძოლას გამოადგეს. საჭიროა კიდევ ბევრი რაღაცა და ამისთვის შემზადება საჭირო. ამიტომ ნენელა უნდა დავიწყოთ მნიშვნელოვანი გულახდილის საუბრები და ამ გულახდილ საუბრებს აუცილებლად მოყვება გარკვეული შედეგი. იმედია თქვენთვის საინტერესო იყო ეს გადაცემა. დაწერეთ კომენტარები, აუცილებლად გიპასუხებთ და ერთი თხოვნა, გააზიარეთ ვიდეო. მადლობა, მომავალ შეხვედრამდე.